საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენი საუბრის თემაა მუხრან მაჭავარიანის ლექსი საბა. მუხრან მაჭავარიანი გამორჩეული ხმის პოეტია ქართულ პოეზიაში. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის ლექსები, რომლებიც პოეტმა სამშობლოს მიუძღვნა. მისი მთავარი საფიქრალი, რა თქმა უნდა, იყო მამული, წინაპრები, აწმყო საქართველოს მომავალი. ის ხშირად აცოცხლებდა თავის პოეზიაში წინაპრებს და ასე ხდება ამ ლექსშიც. ლექსში, რომელსაც ქვია საბა, წარმოგვიდგება სულხან საბა და ცოცხლდება ჩვენ თვალწინ მე-17-მე-18 საუკუნეების საქართველო. როგორც ვიცით, ეს იყო ძალიან მძიმე ხანა ქვეყნისათვის. გარეშემტრების გამუდმებული შემოსევები ასოსდებდა ქვეყანას. ამასთან ერთვოდა შინაარსილობა. ცალკეული კუთხე ერთმანეთს იყო გადაკიდებული და ერი თანდათან სუსტდებოდა, სახელმწიფო იშლებოდა, ხალხი კი ზნეობრივი გადაგვარების გზას ადგა. მაგრამ სულხან საბასნაირი ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ერი ფეხზე წამოეყენებინათ. და ლექსში გვიცოცხლდება ერთი ეპიზოდი, როდესაც სულხან საბა ორბელიანმა იმოგზაურა ევროპაში, კერძოდ იტალიასა და საფრანგეთში, რათა საქართველოსთვის დახმარება გამოეთხოვა. ეს იყო ძალიან მძიმე, ძნელი, ხიფათიანი გზავრობა. სულხან საბამ თავისი შთაბეჭდილებები ამ მოგზაურობისა აღწერა კიდევაც, მაგრამ სამწუხაროდ მთლიანად არ შემორჩა, მხოლოდ ნაწილი არის ამ მოგზაურობისა შემორჩენილი და აქ ძალიან კარგად ჩანს სულხან საბა როგორც არაჩვეულებრივი მთხრობელი. სხვა წყაროებიც არსებობს, რომლებიც მოგვითხრობენ ამ მოგზაურობის შესახებ, ეს იყო 1713-16 წლები. მაგალითად ის, რომ ლუდოვიკოს ძალიან დიდი პატივით მიუღია სულხან საბა ორბელიანი. როგორც ვიცით, ერთი უცხოელი მისიონერი ამბობდა სულხან საბაზე, მთელ საქართველოს მამად მიაჩნიაო და ალბათ მეფესაც მოახსენებდნენ წინდან წინვე, თუ ვინ იყო სულხან საბა, რას წარმოადგენდა იგი. ცნობილია ასეთი გადმოცემაც. ლუდოვიკო ავადმყოფობდა თურმე და დაუჩივლია სულხან საბასთან, რომ 60 წელს გადავაბიჯე და რა ძნელი ყოფილა სიბერეო. სულხან საბას დაუმშვიდებია თქვენ ისეთი დიდებულებითა და მშვენიერებით ატარებთ ამას აქს, რომ ყველა ისურვებდა ამას აქში ყოფნასო. გამოირჩეოდა სულხან საბა საერთოდ დიპლომატიური ნიჭით, ცნობილია მისი შეხვედრები რომის პაპთან, კლიმენტი მე-11-სთან, იქაც დაიმსახურა პაპის ძალიან დიდი მოწონება, მაგრამ სამწუხაროდ სულხან საბა ევროპიდან ხელსარიელი დაბრუნდა. ახლა წაგიკითხავთ ლექსს, როგორ არის გადმოცემული მასში, აი ის შთაბეჭდილებები, რომელიც მიიღო ალბათ მუხრან მაჭავარიანმა, როდესაც კითხულობდა მოგზაურობას ევროპაში, ან კიდევ ის განცდები, რომელიც მის გულში წარმოიქმნებოდა, როდესაც ფიქრობდა ამ დიდ მამულიშვილზე. ორბელიანი ლუდოვიკო მე-14-სთან ალოდინეს და მე-15 კაცად შევიდა. 13 ლუდოვიკო კედლიდან იყურება, ციცას ეფერება ლუი მე-14. ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა, მეფეს ხალხზე მეტად კატა ეწოდება. ხელმწიფემ საბას საუბარი მოისმინა რა? ოჰ, თქვა და თითქოს კიდეც ინანა, მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა. საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას, რაც შეიტანა, ისევე ის გამოიტანა იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ. წვიმა არ არის, საბას კაბა დაუსველა რამ, თოვლი არ არის, საბას თავი გაუთეთრა რამ, ყინვა არ არის, სულხან საბას რა აკანკალებს, რამ დაასველა, რამ გაათეთრა, რა აკანკალებს, საქართველოა მისთვის წვიმაც, თოვლიც და ყინვაც. მზე ეთხოვება, ახლა ალბათ ტურფა ტანძიას, ეს სიცხადეა სულხან საბავ, თუ ფანტაზია. დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს, ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს, სტამბოლში შვილი დედა სტირის, ყიდიან ყმაწვილს. ჭვეტენ ჯვარის წინ წმინდა ნინოს, მუხზე დაცემულს. რამდენს აფასებ მაგ პატარას, ჰკითხა სპარსულად,
საბამ სპარსელს და მოუთმელად ელოდა პასუხს. უი ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა, წარმოსთქვა ბალღმა, ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს. არა პატარაო, ქართველი ვარ, ქართველი გესმის? უი დედასთან წამიყვან ძია. საბას ცრემლები მოეძალა, ატირდა კაცი, თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია. ვითეს ყმაწვილი საქართველოც ასე მცირია. საქართველოსაც ვითამ ყმაწვილს ასე ყიდიან. საფრანგეთს ვთხოვოთ, გვიშველისო, სასაცილოა. შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ყიდია. ასე ფიქრობდა სულხან საბა ხელჯოხიანი. მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა. მოგწყინდა განა უნაყოფოდ ელჩო ყიალი. გულს ნუ გაიტეხ, მუხა ისევ შეიმოსება. აი ბალადასავით არის მოთხრობილი სულხან საბას ვიზიტის ამბავი ლუდოვიკო მე-14-სთან. ყურადღებას იქცევს პირველივე სტრიქონები. ნახეთ, ლუდოვიკო მე-14-სთან ალოდინეს და მე-15 კაცად შევიდა. პოეტმა ეს ამბავი, რომ ის ლუდოვიკო მე-14 იყო, გაათამაშა და მე-15 კაცად შევიდაო სულხან საბა. რატომ? იმიტომ რომ სულხან საბა არის პატარა ქვეყნის წარმომადგენელი. საქართველოს შესახებ არც არაფერი იციან ალბათ ბევრი. ამიტომაც არის რომ ის განსაკუთრებული პატივით როცა შევიდა მაშინ კი მიიღო, მაგრამ მანამდე ალოდინა და ამითი თითქოს აჩვენა რომ ის საფრანგეთი იყო დიდი სახელმწიფო და სულაც არ აღელვებდა ვიღაც ძალიან შორეული უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ბედი და აი ეს ძალიან კარგად ჩანს ამ სტრიქონებში, აი მე-15 კაცად შევიდა, არა მაშინვე კი არ შეიყვანეს ესე იგი მეფესთან, არამედ ძალიან დიდხანს ალოდინეს და უნდა წარმოვიდგინოთ ამ ლოდინში რა ფიქრებით იქნებოდა სულხან საბას გული დამძიმებული. სულხან საბამ ხომ ძალიან კარგად იცოდა საქართველოს ისტორია, როგორი დიდი მოვლენებით იყო ახსავს ეს ისტორია. ყოფილა პერიოდი, როდესაც თქვათ ისეთი ბრძოლები მოუგია საქართველოს, რომელიც მთელი ევროპისთვის იყო მნიშვნელოვანი, მაგალითად დავით აღმაშენებლის მიერ მოგებული დიდგორის ბრძოლა, მაგრამ სამწუხაროდ ყოველივე ეს წარსულს ჩაბარდა და საქართველო, როგორც გითხარით, იყო დაშლილი, დაქუცმაცებული და ამიტომაც იყო, რომ აი ამდენხანს ალოდინეს სულხან საბა ამ ქვეყნის წარმომადგენელი. ახლა ნახეთ თვითონ ლუდოვიკო როგორ იხატება. საკმაოდ ირონიულია მის მიმართ მუხრან მაჭავარიანის დამოკიდებულება. 13 ლუდოვიკო კედლიდან იყურება. წარმოვიდგინოთ, რომ ამ დარბაზში, სადაც სამეფო ტახტზე ზის მეფე, კედლებზე არის ფერწერული პორტრეტები ლუდოვიკო მე-14-ის წინაპრებისა და ეს წინაპრები, რა თქმა უნდა, უფრო კარგად გამოავლენენ, წარმოაჩენენ იმ ისტორიას, რომელიც საფრანგეთის დიდებულებას ასახავს. მაგრამ ლუდოვიკო მე-14 თითქოს არ არის აი ამ წინაპრების ღირსეული წარმომადგენელი, რადგან ის ციცას ეფერება, ციცა არის კატის კნუტი. აი ამით არის გართული და ეს ავლენს, რა თქმა უნდა, მის უზრუნველობას, რომ მას თითქოს სხვა საფიქრალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ კატას მიეფეროს. თან წარმოვიდგინოთ, რომ უცხოელში ესტუმრა, მაგრამ სულაც არ არის მისთვის მიზეზი იმისა, რომ კატა მუხლებიდან ჩამოისვას. ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა. ესეც იმაზე მიანიშნებს, რომ საფრანგეთის მეფე სულაც არ ზრუნავს თავის ხალხზე, ის ზრუნავს მხოლოდ და მხოლოდ თავის კეთილდღეობაზე. მართლაც მაშინდელი სამეფო სასახლე გამოირჩეოდა საფრანგეთისა ძალიან დიდი ბრწყინვალებით. წარმოვიდგინოთ გაპუდრული პარიკიანი დიდებულები, რომლებიც სხვადასხვა წვეულებებზე ატარებენ დროს და სულაც არ ფიქრობენ იმაზე, როგორ ცხოვრობს ხალხი, რა უჭირს მას და რა ულხინს. და რა თქმა უნდა, აქ სწორედ ასე იხატება ეს მეფე და როდესაც სულხან საბას საუბარი მოისმინაო, ოჰ თქვა, მაგრამ კიდეც ინანა. თითქოს აი დაენანა ის თანაგზნობა, რომელიც ამ შორისდებულებით გამოხატა და ჩვენ რაღაცნაირად ანტიპათიურად განვეწყვებით ამ ლუდოვიკო მე-14-ის მიმართ და თითქოს რაიმეს მოლოდინი აღარც კი გვაქვს, რომ ის რაღაცას ისეც ეტყვის სულხან საბას, რომელიც მას გულს დაუმშვიდებს და მომავლის იმედით აღავსებს. ნახეთ რა წერია, რომ მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა.
საბას ხმა როდი წააგავდა კნაველს კატისას. ესეც მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ სულხან საბა ალოდინეს, არ მიიღეს ესეთი დიდი პატივით, როგორც მიიღებდნენ რომელიმე დიდი ქვეყნის წარმომადგენელს, მის ხმაში მაინც არ გარეულა რაღაც ისეთი, რომ თავი დაემდაბლებინა, დაემცირებინა და კატის კნაველს დამსგავსებოდა მისი ხმა. ის წარდგა როგორც ღირსეული ადამიანი, ღირსეული ქვეყნისა. მაგრამ სამწუხაროდ, რაც შეიტანა, ისევე ის გამოიტანაო. აი ამ სიტყვებში ძალიან კარგად ჩანს ის გულის ტკივილი, რომელიც ქონდა მაშინ სულხან საბას, იმიტომ რომ გამოვიდა ფაქტობრივად ხელცარიელი, ესე იგი მხოლოდ და მხოლოდ ცარიელის სიტყვებით დაიმედებული და ეს სიტყვებიც არ იყო ისეთი სავსე თანაგრძნობით. იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან. ვერსალი საფრანგეთის მეფეთა სამეფო რეზიდენცია სახელგანთქმული იყო, რა თქმა უნდა, ვერსალი მთელ ევროპაში, მაგრამ იქედან გამოვიდა ხელცარიელი. მისი სახელგანთქმულობა ამ წუთში, ასე ვთქვათ, ამ დროს თითქოს შინაარსს კარგავდა, რადგან თუ ხარ სახელგანთქმული, შეუნდა გაუწოდო ხელი იმ ქვეყნებს, რომელნიც მოდიან შენთან დახმარების სათხოვნელად. აქ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი რამ, რომ სულხან საბა ძველ ფორმას იყენებს, ნახეთ, ელჩმან ქართლისამ. ქართლის ელჩი მას შეეძლო დაეწერა, მაგრამ ეს ფორმები იმიტომ გამოიყენა, რომ რაღაც სიძველის იერი დაედო სტრიქონებისთვის და მკითხველისთვის გაეჩინა განცდა, რომ ჩვენ მართლაც მე-18 საუკუნეში თითქოს გადავინაცვლებთ და განცდა გვაქვს იმისა, თუ როგორ საუბრობდა სულხან საბა, რაღაც ამაღლებულობის განწყობილებაც გვექმნება. შემდეგ პოეტი კონტრასტულად წარმოაჩენს სახეებს, რათა გვიჩვენოს თუ როგორი მძიმე განცდებით აღივსო სულხან საბას გული. წვიმა არ არის, საბას კაბა დაუსველა რამ. და სანამ თვითონ პოეტი გვეტყოდეს პასუხს რამ დაუსველა სულხან საბას კაბა, ჩვენ ვიცით, რომ ეს რა თქმა უნდა არის სულხან საბას ცრემლები და ძალიან მძიმეა წარმოვიდგინოთ სულხან საბა როგორ ტირის საქართველოსათვის. თოვლი არ არის, საბას თავი გაუთეთრა რამ. ესე იგი, თოვლი არ არის, მაგრამ საბას თმა გაჭაღარავებული და ეს გაჭაღარავება მოიტანა არა წელთა სიმრავლემ, არამედ ძალიან დიდმა დარდმა და ნაღველმა. ყინვა არ არის, საბას რა აკანკალებს მას. კიდევ ვიმეორებ, აი ამ კონტრასტის ხერხით ძალიან კარგად წარმოაჩინა პოეტმა თუ რას განიცდიდა სულხან საბა და თვითონვე გვაძლევს პასუხს, რამ დაასველა, რამ გაათეთრა, რა აკანკალებს, საქართველოა მისთვის წვიმაც, თოვლიც და ყინვაც. ჩვენ თუ გავიხსენებთ სულხან საბას ცხოვრებას, რა თქმა უნდა, დავეთანხმებით პოეტს, რომ მართლაც სულხან საბას თავარი საფიქრალი იყო მამული, ის თავისი მოღვაწეობით, თავისი შემოქმედებით ცდილობდა, რომ ერს შეწეოდა და ფეხზე წამოეყენებინა. როგორც ვიცით, დაახლოებით 40 წლის ასაკში ის ბერად აღიკვეცა დავითგარეჯის მონასტერში, მაშინ ეწოდა მას მეორე სახელი საბა და ეს იმას ნიშნავდა თითქოს, რომ უნდა განრიდებოდა საერთოდ ამ წუთის სოფელს, მაგრამ სამწუხაროდ ბედმა არაცალა მას ამგვარი განმარტოვება. ვახტანგ მეფემ მისი აღზრდილი იყო გასაჭირში, მოითხოვდა მის დახმარებას და დაბრუნდა სულხან საბაც სამეფო კარზე, დაბრუნდა საქმე სიტყვიანი და სიტყვა საქმიანი კაცი და აი ამ მოგზაურობაშიც მას ეცვა სწორედ აი ეს ბერის სამოსელი. შემდეგ პოეტი წარმოსახვით გადაგვიყვანს ჩვენ საქართველოში და აქ შემოიჭრება სოფელი ტანძია. ეს ულამაზესი სოფელია, სადაც დაიბადა თვითონ სულხან საბა. მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას, რაღაცა მზის ჩასვლა არის დახატული, დაისის სურათია და ეს დაისიც თითქოს სიმბოლურად მიგვანიშნებს, რომ აი ძველი დიდება საქართველოსი არის ჩასვენებული. ეს სიცხადეა სულხან საბა თუ ფანტაზია. პოეტი თვითონ სულხან საბას ესაუბრება, თვითონ მას მიმართავს, თითქოს სურს რომ დაამშვიდოს რაღაცნაირად. და რა ხდება ამ დროს საქართველოში? წეღანაც აღვნიშნეთ, რომ მძიმე ვითარებაა და განსაკუთრებით საგანგაშო ის იყო, რომ ძალიან ბევრ ქართველს იტაცებდნენ და ყიდიდნენ სტამბოლის ბაზარში და კიდევ სხვა ბაზრებზე და ეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმე დანაკლისი იყო საქართველოსთვის და აქ სწორედ ეს წერია, რომ დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვევს, ალვის ჩეროში სტილის დედა შვილს მოტაცებულს.
და სულხან საბა, როდესაც მოდიოდა საფრანგეთიდან, მას უნდა გამოეარა სტამბოლი და გადაწყვიტა სულხან საბამ, რომ სტამბოლის ბაზარშიც შეევლო. ალბათ თავიდანვე ფიქრობდა, რომ თუ შეძლებდა გამოეხსნა რამდენიმე ქართველი მაინც სტამბოლში შვილი და სტირის ყიდიან ყმაწვილს და აქ შემოიჭრება წმინდა ნინოს სახება. წმინდა ნინო, როგორც ვიცით, არის ქართველთა განმანათლებელი, ქართველთა შემწედა მეოხი ღვთის წინაშე, ამიტომაც არის ის მუხლებზე დაჩოქილი და მლოცველი. სულხან საბა გაესაუბრება გამყიდველს ერთ-ერთს, რომელიც ყიდის პატარა ქართველ ბიჭს და აქ ძალიან კარგად არის წარმოჩენილი ამ პატარა ბიჭის განცდებით, რომელმაც მოისმინა სულხან საბას სპარსული და გული დასწყდა, რადგან ქართველი ეგონა, მას იერი ჰქონდა ქართული და ამიტომაც მიიჩნია ქართველად. და სულხან საბას სიტყვები აქ პოეტს ჩართული, რა თქმა უნდა, მისი გამოგონილი, მისი წარმოსახული, მაგრამ ისეთი განცდა გვაქვს, რომ ჩვენ თითქოს ვესწრებით აი ამ ყოველივეს და თვალნათლივ ვხედავთ. არა, პატარავ ქართველი ვარ, ქართველი გესმის და ბიჭის თხოვნაც ჩაგვესმის, რომ დედასთან წამიყვანეო. აქ ამ ეპიზოდში უკვე დაწვრილებით აღარ არის მოთხრობილი, მაგრამ ვხედავთ, რომ სულხან საბამ გამოისყიდა ეს პატარა და წამოიყვანა საქართველოში და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრიქონები, ვით ეს ყმაწვილი საქართველოც ასე მცირეა, საქართველოსაც ვით ამ ყმაწვილს ასე ყიდიანო. ძალიან გულის ამაჩუყებელი და შთამბეჭდავი სიტყვებია, გვიცოცხლდება საქართველოს ისტორიის ნელბოდობის ხანა, არა ერთი და ორი, რომელსაც ზუსტად მიესადაგება სწორედ ეს სიტყვები. საფრანგეთი და სხვა ქვეყნები, რა თქმა უნდა, არ ფიქრობდნენ საქართველოზე, მათ თავიანთი საზრუნავი და გასაჭირი ჰქონდათ, რომელიმე იმპერია თუ დაინტერესდებოდა საქართველოთი, მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ თავისი საზღვრები გაეფართოებინა. ამიტომაც არის საოცარი გულდაწყვეტით ახსავს ეს სტრიქონები, რომ საფრანგეთს თხოვოთ, გვიშველისო სასაცილოა, შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია. აი ასეთი უხეში გამოთქმა გამოიყენა, ფეხზე ჰკიდია პოეტმა, მაგრამ ამითი ლექს არაფერი არ ავნო. მე მინდა გაგახსენოთ, რომ ილია ჭავჭავაძემაც თავის დროზე, როდესაც გამოცანები დაწერა და როდესაც შეეცადა, რომ გაეკიცხა ის ადამიანები, რომლებიც არ ფიქრობდნენ საქართველოზე, ის გამოცანები დაასრულა სწორედ ასეთი სიტყვებით, რომ ამ ადამიანებს საქართველო ფეხზე ჰკიდიათო და ლუდოვიკოს დამოკიდებულება რო წარმოეჩინა საქართველოს მიმართ, აი ეს სიტყვები გამოიყენა. სულხან საბა ხელჯოხიანი მოდის საქართველოსკენ და მოსდევს პატარა ბიჭი. ეს რაღაცნაირად აჩენს, რა თქმა უნდა, მომავლის იმედს, იმიტომ რომ თუ კი იქნებიან ასეთი მამულიშვილები, როგორიც იყო სულხან საბა ორბელიანი, ის იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მომავალი ყოველთვის ექნება, იმიტომ რომ ამ ბიჭს როგორც პატარა საქართველოს სიმბოლოს ცველად და პატრონად გამოუჩნდა სწორედ სულხან საბა და ბოლოს სტრიქონებში ასეთი მეტაფორაა, გულს ნუ გაიტეხ, მუხა კვლავაც შეიმოსება და მანამდე კიდე ასეთი სტრიქონი მოგწყინდა განა უნაყოფოდ ელჩო ყიალი. აქ ყურადღებას იქცევს, რა თქმა უნდა, სიტყვა ყიალი, რომელიც კარგად აღნიშნავს აი ამ მოგზაურობის უნაყოფობას. ძალიან ბევრი ხიფათი გაიარა თქო, ზემოთაც აღნიშნე და აი ესე ჩაიარა ამ ყოველივემ და ეს სიტყვა კარგად აღნიშნავს აი ამ მოგზაურობის უნაყოფობას. მაგრამ მუხა რო კლავად შეიფოთლება, ეს სტრიქონი არის დიდი იმედით ახსავსე. მუხა სიმბოლოა საქართველოსი, მისი გამძლეობისა და სიმტკიცისა. ხალხური ლექსიც რომ არის, რომ მუმლი მუხასაო გარსეხვეოდაო, მაგრამ ვერაფერს ავნებდა და მუხა ყოველთვის გადარჩებოდა. საერთოდ ხის სიმბოლოთი წარმოდგენა ერის სიმტკიცისა ხვდება ხოლმე მწერლობაში, მაგალითად შეიძლება გავეხსენოთ აკაკი წერეთლის ბაშიაჩუკი, რომელშიც ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ საქართველო გავს ხეს, რომელსაც გასახარებლად, გასაზრდელად აუცილებლად ჭირდება ოფლი და მოწამეობრივი სისხლიო. არც ერთი აკლდა ქვეყანას და არც მეორე, რადგან იყვნენ სულხან საბასნაირი მამულიშვილები, რომლებიც ოფსაც ბლომად ღვივდნენ და თავსაც წირავდნენ. სულხან საბაზე კიდევ აქვს მუხრან მაჭავარიანს ერთი ლექსი, ისიც ძალიან შთამბეჭდავია, გაგახსენებთ მას. თუ მსურდეს სხვარამ ღმერთმა დამლახორს, სურს მხოლოდ იგი, რაც
სურდა საბას კაცმა ქართველმა სურს ქართულად ილაპარაკოს და საქართველო სურს ერქვას მუდამ. თითქოს არაფერი ისეთი ნატრად და სურვილია, მაგრამ ნატრად და ოცნებად ქცეულა ასეთი რამ, რომ ქართველმა კაცმა ქართულად უნდა ილაპარაკოს. ამისათვის სულხან საბამ, როგორც ვიცით, ბევრი რამე გააკეთა, უპირველეს ყოვლისა სიტყვის კონა დაგვიწერა და სულხან საბას სისხლს გრძნობს პოეტი თავის ძარღვებში, რომელიც მიედინება სხვა წინაპართა სისხლთან ერთად შერეული და ის მარადის აფხიზლებს მას როგორც პოეტს და თვითონ პოეტი კიდევ თავისი ლექსებით მკითხველს აფხიზლებს და მოუწოდებს, რომ იყოს ის საქართველოს პატრონი, მცველი და საქართველოზე მზრუნველი, ისევე როგორც იყო სულხან საბა. გმადლობთ ყურადღებისათვის.